საწყო შემთხვევა მოხდა დღეს ხელვაჩაურის გზატკეცილზე. ფორდის მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები. დაშავებული ახალგაზრდა კლინიკა მედინაში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით ფორდის მარკის ავტომობილი მაღალი სისწრაფით მოძრაობდა და სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. კლინიკა მედინაში აცხადებენ, რომ დაშავებულს ტვინის დაჟეჟილობა და მრავალმხრივი მოტეხილობა აღენიშნება. ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს. ნელა მოვდიოდი და მანქანა სიჩქარე ჩემოვარდა და ბიჭს აქ მიდიოდა კუთხეში და დაეჯახა და აგდო ქვას დააგდო იქ. სიცოცხლეში შეენიშნება. კი, მუცერზე ვნახე რომ თავზე ვადექ იქ და უყურები რომ მუცერს სუნთქავდა და პულსი ჰქონდა ცოტა. აბა მოძრაობდა მანქანა. კი.